ყოველწლიური დეკლარაციების ჩამონათვალიდან აირჩიეთ დეკლარაციის ტიპი ამხანაგობის. აირჩიეთ შესაბამისი პერიოდი და ახალი დეკლარაციის შესავსებად გააქტიურეთ ღილაკი ახალი დეკლარაცია. სისტემა ეკრანზე გამოიტანს დეკლარაციის ფორმას შესაბამისი პერიოდის მითითებით. დეკლარაცია შედგება ორი ნაწილისაგან. განვიხილოთ მათი შევსების წესი. ნაწილი პირველი ამხანაგობის წილის მფლობელებზე მიკუთვნების შესახებ. შეიტანეთ ამხანაგობის წილის მფლობელის საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი. სისტემა ავტომატურად გამოიტანს წილის მფლობელის დასახელებას, მისამართს და საგადასახადო ორგანოს დასახელებას. შეიტანეთ წილის ოდენობა პროცენტებში. მიუთითეთ ამხანაგობის წილის მფლობელზე განაწილებული მოგების ან ზარალის ოდენობა ლარებში. შეტანილი მონაცემების წასაშლელად გააქტიურეთ ღილაკი გასუფთავება, ხოლო სტრიქონის დასამატებლად გააქტიურეთ ღილაკი დამატება. უკვე დამატებულ ჩანაწერში ცვლილებების შესატანად გააქტიურეთ ღილაკი ლუპა, ხოლო დამატებული სტრიქონის წასაშლელად შესაბამისი ღილაკი წაშლა. გაითვალისწინეთ, რომ მოცემულ ჩანართში წილის ოდენობის ჯამური მნიშვნელობა არ შეიძლება იყოს ნაკლები ან მეტი 100%-ზე. ჯამურად 100%-ზე მეტი ან ნაკლები შეტანის მცდელობისას სისტემა მისი შენახვისას გამოიტანს შესაბამის შეტყობინებას. სისტემა ასევე საშუალებას გაძლევთ მონაცემების დასამატებლად გამოიყენოთ ფაილის ატვირთვის სერვისი, ანუ განახორციელოთ იმპორტი. ფაილის ნიმუშის ჩამოსატვირთად გააქტიურეთ ღილაკი ექსპორტი. ყურადღება! ფაილის ფორმატი არ შეცვალოთ და დაიცავეთ მისი შევსების წესი. გააქტიურეთ ღილაკი იმპორტი და გაიარეთ ფაილის ატვირთვის სტანდარტული პროცედურა. ატვირთეთ თქვენს მიერ უკვე შევსებული XML ფორმატის ფაილი. სისტემა გამოიტანს ახალ კონტექსტურ ფანჯარას ატვირთვის შედეგი, სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ რამდენი მონაცემი აიტვირთა და რამდენი არა. ამავდროულად სისტემა გაძლევთ საშუალებას იხილოთ აუტვირთავი მონაცემების ხარვეზის მიზეზები. ხარვეზის შემთხვევაში გამოასწორეთ იგი და ხელახლა გაიარეთ ატვირთვის პროცედურა. დამატებული ჩანაწერების ერთიანად წასაშლელად გამოიყენეთ შესაბამისი ღილაკი ყველა ჩანაწერის წაშლა. შემდეგ გვერდზე გადასასვლელად გააქტიურეთ ღილაკი შემდეგ. მე-14 უჯრაში შეიტანეთ პირველ ჩანართში შეტანილი მოგება ზარალის ჯამური მნიშვნელობა. მე-15 უჯრაში საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულება, ხოლო მე-16-ში საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის. მე-17 უჯრაში სისტემა ავტომატურად აჯამებს მე-18-დან 27 უჯრების მონაცემებს. 22 უჯრა შეადგენს მე-15 და მე-17 უჯრების ჯამს. 29 უჯრა შეადგენს მე-14 და მე-16 უჯრების ჯამს. 30 უჯრაში სისტემის მიერ გამოიტანება 29 უჯრისა და 22 უჯრების დადებითი სხვაობა. უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში სისტემის მიერ 30 უჯრაში ავტომატურად გამოიტანება 0. უარყოფითი სხვაობა გადაიტანება 33 უჯრაში გამოკვითების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე ან ზარალი. შეიტანით 31 უჯრაში დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება ასეთის არსებობის შემთხვევაში. გაითვალისწინეთ, ამ უჯრაში შეტანილი მონაცემი არ შეიძლება იყოს 30 უჯრაში დაფიქსირებული მონაცემის 10%-ზე მეტი. 32 უჯრა ასევე სისტემის მიერ დაითვლება და შეადგენს 30 და 31 უჯრების დადებით სხვაობას. უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში 32 უჯრაში სისტემის მიერ ავტომატურად იწერება 0. გაითვალისწინეთ, 32 უჯრაში ან 33 უჯრაში დათვლილი მონაცემის მნიშვნელობა ცალსახად ტოლი უნდა იყოს დეკლარაციის პირველ ჩანართში, ველში, განაწილებული მოგება ზარალი ჯამურად შეტანილი მნიშვნელობისა. ღილაკის შემდეგ გააქტიურებით სისტემა გადაგიყვან დეკლარაციის ბოლო გვერდზე შედეგი, სადაც საშუალება გაქვთ დაათვალიეროთ და დარწმუნდეთ შეტანილი მონაცემების ისტორიაში. საჭიროების შემთხვევაში განახორციელოთ სასურველი ცვლილება რედაქტირება. თუ დარწმუნდით, რომ შეტანილი მონაცემები სრულყოფილია და არაპირებთ მის გადაგზავნას, მაშინ გააქტიურეთ ღილაკის შენახვა. თუ დარწმუნდებით შეტანილი მონაცემების ისტორიაში და გსურთ დეკლარაცია გადააგზავნოთ, მაშინ გააქტიურეთ შესაბამისი ღილაკი გადაგზავნა. იმოქმედეთ სისტემის მიერ გამოტანილი შეტყობინების მიხედვით. წარმატებით განხორციელებული გადაგზავნის შემთხვევაში სისტემა ეკრანზე გამოიტანს გადაგზავნილი დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერსა და დასტურს გადაგზავნის შესახებ. ამავე შეტყობინებიდან სისტემა საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ გადაგზავნილი დეკლარაციის ბეჭდვა. ამისათვის გააქტიურეთ შესაბამისი ღილაკი ბეჭდვა. გისურვებთ წარმატებებს!